მოგესალმებით, მეგობრებო. პატარა ვიდეო მინდა კიდევ ერთხელ შემოგთავაზოთ სატურნის ენერგიაზე, ასტროლოგიაში როგორ მუშაობს სატურნის ენერგია მაქვს, ამაზე ვიდეოები გაკეთებული, მაგრამ კიდევ ცოტა სხვა კუთხით მინდა რომ აგიხსნათ, რა ენერგია აქვს სატურნზე ჩვენ რუკაში, როცა არის აქტიური სატურნული ენერგია. რა შეიძლება ეს ფსიქოლოგიურ დონეზეც გამოიწვიოს ამან და მოვლენებით ცხოვრებაში როგორ ხდება ხოლმე, ხომ სატურნი, როცა ჩვენთან ან თხის რქის ენერგია არის ძალიან აქტიური, თუმცა თხის რქაში ძირითადი პლანეტები ისე მთლად არ მუშაობს, როგორც სატურნი რო იყოს ჩართული ან მზესთან, ან თვარესთან, ან ვენერასთან და ასე შემდეგ, განსაკუთრებით მარსთანაც, ხო? სატურნი ეს არის ყოველთვის რაღაცის შეზღუდვა, რაღაცის იძულება თითქოს, რომ შინაგანი მსაჯულია სატურნი ჩვენში. ან გარედან მოდის ეს მსაჯულის ენერგეტიკა, რომ ჩვენ უნდა განვსაჯონ. მაგალითად, ხო, ან შიდა ხმა არის ეს, რომ მე არ ვაპატიებ ჩემ თავს ეს რო გავაკეთო. ან მე მგონია რომ დავისჯები ეს რო გავაკეთო. ფსიქოლოგიურ ემოციურ დონეზე სატურნი უფრო ესე მუშაობს. ეს არის შინაგანი შეზღუდვები, შინაგანი შიში, რომ სადღაც მე დავისჯები, რაღაც რო გავაკეთო, დაზიანებული სატურნის შემთხვევაში ან ნეგატიურად როცა არის სატურნი, იმ შემთხვევაში განსაკუთრებით უფრო არის ხოლმე ეს ხმა, მაგრამ ძლიერი სატურნის შემთხვევაშიც ეს კიდევ უფრო ხმამაღალი არის, ხო, ეს ხმა გააჩნია პლანეტებს რაც შემოგვდის. სატურნი ქმნის ცოტა უსიხარულოს ჩვენ ცხოვრებას, ცოტა ნაცრისფერს, ფსიქოტიპის გეუბნებით, განსაკუთრებით როცა არის ხა სატურნი მზის ასპექტი, ნეგატიურად ან შეერთება, აქ განსაკუთრებით შეიძლება თვით გამოხატვის შიში იყოს, ხო? მე რო თქვა რა მინდა, მე რო გავაკეთო რა მინდა, აქ არ დავისაჯო, აქ რაღაც, გარემოდან არ წამოვიდეს ისეთი რაღაც, რომ მე რაღაცნაირად დავისტრესები, ხო? აი ესეთი ფსიქოლოგიური პორტრეტი შემოაქვს სატურნს ჩვენთან, ჩვენს ცხოვრებაში, განსაკუთრებით სატურნიანელებთან თუ გვიწევს ახლოს ყოფნა, ან ბავშვი არის ჩვენთან სატურნიანელი, ან სატურნიანელი ბავშვი ეს ნიშნავს საერთოდ, რომ გაცილებით უფრო ასაკოვანი არის ეს ბავშვი, ვიდრე თავისი ასაკი არის. აქედან გამომდინარე შეიძლება იყოს განცდა, რომ ეს პასუხისგებლოა ბავშვი, ამ დროს სატურნი პასუხისგებლობებთან არის ჩვენთან კავშირში. ოღონდ ის მომენტი არის ზუსტად, რომ მე ვეღარ უმკლავდები შეიძლება ჩემს აი ამ შინაგან პასუხისგებლობას, აი ამ რთულ ცხოვრებას ვეღარ უმკლავდები და მინდა რომ საერთოდ წავიდე პასუხისგებლობებისგან დავწყდე. აი ეს იცის უფრო სატურნულმა ენერგიამ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ბავშვს უკვე შეიძლება ჰქონდეს შინაგანი ზრდასრულობა, აქედან უკვე დიდი შეზღუდვები და თავად უნდადეს აქედან გაქცევა. ეხლა რა არის საინტერესო? საერთოდ უკვე პარტნიორულ ურთიერთობებში. საერთოდ როცა არის პირად ურთიერთობებში საუბარი მეორე ნახევარზე, ეს შეგვიძლია პირდაპირ მნიშვნელობითაც გავიგოთ, ხო? ანუ მე რაღაცნაირად მინდა ურთიერთობაში შევიდე, არა ჩემს მსგავსთან, არამედ ჩემს მეორე ნახევართან, ხო? მე რაღაც ერთი მხარე მაქვს და რაღაც არასაკმარისი ნაწილი ჩემი არასაკმარისი ნაწილი უნდა დავიმატო. როგორც წესი, ჩვენთანაც გვაქვს პლანეტები ურთიერთსაპირისპირო ენერგიის მატარებლები, მაგალითად სატურნის ოპოზიციური ენერგია არა პირდაპირ, ეს ოპოზიციური სატურნის თხის რქის ოპოზიციური ენერგია ეს არის მთვარე, ანუ სატურნი თუ შეზღუდვა არის, მთვარე არის გზნობები და ემოციები და სირბილე, მაგრამ თვითონ სატურნის ოპოზიციური ენერგია ასევე არის ურანი. ანუ სატურნი თუ არის უკიდეგანო შეზღუდვები, რომ საერთოდ ისე უბოჭავ ჩემ თავს, რომ მარტივად შეიძლება ხერხემლის ოპერაციები დაჭირდეთ, ძლოვანი სისტემა დაიშალოს ფაქტიურად, ხო? რომ ყიფერაც არის, ყველაზე მყარი რაც არის, ისიც კი იშლება. იმხელა ფსიქოლოგიური წნეხი აქვს ადამიანს თვით შეზღუდვის კუთხით, სხვათა შორის სელინძიონი მომღერალი რო არის და მას რაღაც ხერხემლის ეროზული პრობლემები და ტკივილები რო აწუხებს, ვნახე მისი რუკა, მაინტერესებდა, მივხვდი რომ იქ სატურნი იყო ჩართული და მზე სატურნის შეერთება ქონია. ხა რა თქმა უნდა ყველას ბევრს აქ ეს შეერთება არ ნიშნავს მაგას, მაგრამ თუ ფსიქოლოგიურად მე ეს არ დავამუშავე, თუ შინაგანად აი ამ სატურნმა რომ აი მე საყრდენი არ მინდა რომ ავიღო და ვიღაცა მჭირდება, ხო, ძლიერი ფიგურა, ვისაც გადავადო
გადავწევა, გადავადებ ამ საყრდენს, ან პირიქით სხვებიც მე ავქაჩო, ხო? ან ჩემს მარტოობაში ვარ ფსიქოლოგიურ დონეზე, ხო? ეს სატურნი მარტოობა არის, რომ აი მე ვარ ხალხთან, მე მყავს პარტნიორი, ვისაც დავეყრდნობი, მაგრამ სადღაც შიგნით ვარ შეკუმშული და ძალიან მარტო დატოვებული, ჩემ შინაგან მეში, ხო? აი შეიძლება უკვე წამოვიდეს ეს სატურნული ძვლებისა სახსრების პრობლემა აქტიურად. ეს არის სატურნის ენერგია, ხო? ზოგადად ძლოვან სახსრების და ძვლების დამოვიწყდა ესე სისტემა ირღვევა სატურნის შემთხვევაში და ეს ფსიქოსომატიკაში ეს არის ზუსტად ეს რომ სადღაც შიგნით ცხოვრობს ხათ სიცივე, მარტოობა, პასუხისგებლობა, ასაკოვნობა ფსიქოლოგიური, ხო? და აქედან გამომდინარე ეს ტვირთი მიდის უკვე სომატურად სხეულზე და ის იწვევს მე ესეთ პრობლემებს. სატურნის ენერგია ესეთი არის ასაკოვანი და როცა გვყავს შემოსული მაგალითად თვარესთან, მზესთან, ვენერასთან ეს შეიძლება იყოს ადამიანი ფსიქოლოგიური ასაკით 80 წლის, რომელსაც არაფერი არ უნდა. ან დაღლილია უკვე ყველაფერი და არ ეცინება, არ უნდა მხიარულება, ახლა სატურნს ახასიათებს ეს განსაკუთრებით მესამე სახლში თუ არის ესეთ ხალხს უჭირთ სწავლა მაგალითად, ხო, ბავშვობაში. რომ მე ზედმეტად ხა სერიოზული ვარ, მე შინია შეცნობები არ დაუშვა გარკვეულწილად. მე-9 სახლში სატურნიც ესეთი არის, შეიძლება პედაგოგებთან რაღაც ისეთი კონდეს, კრიტიკა კონდეს დიდი, ხო, რომ აი რაღაცნაირად არ არიან ისეთი ჭკვიანები, როგორიც უნდა იყვნენ სიტყვაზე, ხო. ეს არის სატურნის ფსიქოტიპი, მეგობრებო, შინაგანად ფსიქოლოგიაში გადადის, აი ფსიქოლოგიურ ენაზე სატურნული ენერგია, ეს არის ობსესი, ზოგადად, ან წესრიგის მოყვარულობა, თუმცა ჩემ გამოცდილებით ეს ობსესურ კომპულსური სფერო უფრო არის სატურნი ან ქალწულში რო იყოს, ან მე-6 სახლში რო იყოს, აი ეს წესრიგი და სისუფთავე უფრო როგორც წესი ამ მიმართულებით არის, უფრო ქალწულური ენერგეტიკა, ან მე-6 სახლური ენერგეტიკა არის, თუმცა ზოგადად როცა არის სატურნი ჩართული ძალიან ისეთ აქტიურად ეს ობსესი როგორც წესი სატურნული ხასიათი არის, ხო, ეს კონტროლი წესრიგის გარკვეულწილად, ოღონდ დასჯის შიშით, ხო? აი ეს უფრო აი ფსიქოლოგიურად ხა ფროიდის ფსიქოლოგიაში რო წავიდეთ, სატურნი ეს არის ანალური ფიქსაციის პროგრამა, ხო, გარკვეულწილად, ხა ფროიდისეულ სექსუალური განვითარების ეტაპებში რო გადავიდეთ და ჩვეულებრივად სატურნი ასტროლოგიურ ენაზე ეს არის ჩარჩო, ეს არის მატერიის გამომხატველი პლანეტა და მატერიას აქვს თავისი კანონები. ანუ ნეპტუნი და ურანი თუ არის ოპოზიციური ენერგია, ხა ნეპტუნი საერთოდ კოსმოსია და ჩარჩოს მიღმარი და ურანის კოსმოსია და ჩარჩოს მიღმარი, სატურნი ეს ჩარჩო არის. შესაბამისად, შინაგანად ცხოვრობს აი ის ჩარჩოს მოთხოვნილება, სტრუქტურის მოთხოვნილება სატურნიანელის შემთხვევაში თქვა გონების მმართველ პლანეტასთან რო არის მოთხოვნილება აქვს ინფორმაცია იყოს ძალიან ზუსტი, ძალიან ესე დასაბუთებული. ეხლა მერკური, სატურნი შეერთება ან კვადრატურა, ხო, ან ოპოზიცია, ამ ადამიანს ერთხელ თუ არასწორ ინფორმაციას ეტყვის, ძალიან სერიოზულად დაკარგავს შენს მიმართ ნდობას, ხო? მარტივად რო ვთქვა, ძალიან მნიშვნელოვანი არის მათთვის ერთი სიტყვაც კი, იმიტომ რომ თვითონაც ისე მიდის სატურნიანელის ცხოვრება, რომ მართლა ერთი სიტყვა რო შეეშალოს მთელ რაღაც საათობრივ დიალოგში, შეიძლება იმ სიტყვაზე შენიშვნა მიიღოს და მე თვითონაც უმუშავდება ეს შენიშვნის თუ ისეთი ყურადღების გამახვილებისკენ მიდრეკილება, ხო? სატურნის ენერგია ჩვენთან ეს არის ფსიქოლოგიურ დონეზე ტრამვები, ეს არის შეზღუდვები, სად მივიღეთ სირცხვილის შეგრძნება, ან პოტენციურად ვიცოდით, რომ აქ რაღაცა სასირცხვილოა და ამას რაღაცნაირად ვერ დაუშვებდით, ხომ? გარკვეულწილად სატურნი აი ამ სახით არის ჩვენთან. ისევ ვამბობ, რომ ეს არის ანალური ფაზა ფროიდის ფსიქოლოგიურ პორტრეტებში, შესაბამისად ეს ფაზა არის სირცხვილთან ძალიან კავშირში და სატურნი ეგ არის სირცხვილია, როგორ შეიძლება ესე მოქცევა. და
სატურნიანელების მთავარი ეს არის, რომ ხშირად აქვთ ან განცდა რომ დაისჯებიან, ან შიდა ხმა არის ეს დასჯის, მაგალითად, ან სხვებს ჯიან სულ. ანუ აქ პროექციაში გადავიდნენ და აი სხვას ეუბნებოდნენ, შენ ეს შეგეშალა, შენ ეს არ გააკეთე საკმარისად კარგად, შენ ეს უნდა გაგეკეთებინა, ხო? და აქ პროექციას ვახდენ იმისი, რომ სიამტვილეში მე შინაგანად ჩემ თავს ეუბნები ამ ყველაფერს, მე მაქვს ეს კრიტიკა საკუთარი თავის მიმართ. და მე არ მინდა რომ დავინახო, იმიტომ რომ ზედმეტად სირცხვილია ჩემთვის, ან მე ამას ვერ გადავიტან, იმიტომ რომ სატურნის სუპერეგოც არის, რომ აი მე სოციუმში იმიჯს დავკარგავ, ან ჩემ თავში გავნადგურდები ეს რომ დაუშვა, ხო? აი ეს ენერგია არის და მე მიდის მან პროექცია და ხშირად არიან ხოლმე ახლა ქალები განსაკუთრებით როცა სატურნი ყავს მზესთან, ეს შეიძლება იყოს, რომ მაინც არ არის ბედნიერი ქორწინების მაჩვენებელი ხოლმე, ახლა ერთი ასპექტით ვერ ვიტყვით, მაგრამ ძირითადად ეს არის ბევრი პრეტენზიები მამაკაცზე, ზოგადად როგორც წესი, ან მამაკაცისგან ბევრი პრეტენზიები მათთან. და აქაც რაღაც პროექციის ვარიანტი მუშაობს, ანუ მე ვაკრიტიკებ მას, სიამტვილეში ჩემს არაცნობიერში, ან მამაჩემს ვაკრიტიკებ, იმიტომ რომ მამის სიგნიფიკატორი არის მზე, ან ავტორიტეტებს ვაკრიტიკებ და ან გაფრაზებული ვარ, რომ მე სადღაც ჩემს თავს ვაქრობ, ჩემ თავს ხუდავ სადღაც და იგივეს ვაგრძელებ ოღონდ სხვასთან, მაგალითად და მას ხუდავ, ხო, შეიძლება ეს იყოს ეს პროექციული თემატიკა. ამიტომ ძალიან კარგად მეხმარება მე ასტროლოგია, რომ გავიგო მაგალითად ვინ რომელ პლანეტაში რა დოზით არის შესული და როგორ უნდა გააცნობიეროს ის, რომ რა არის პროექცია მაგალითად, სად არის აქ შიში, რომ მე არ შეიძლება რომ მე გავიხარო და მე მხერულად ვიყო, იმიტომ რომ მე აქ არ მაქვს კარგი გამოცდილება. შესაბამისად მე სხვას ვაქრობდე, ან სხვას ხუდავდე, ან სხვას უპასუხისგებლობებში, ან სირცხვილში ვამყოფებდე, რომ ეს რწმენა წარმოდგენა ფსიქოლოგიურ ენაზე რო ვთქვათ, ინტროექტი, ანუ ეს დასწავლილი რაღაც შემოსული, შეიძლება ეს სატურნული ენერგია ინტროექტის სახით იყოს, შეიძლება რეალური გამოცდილების სახით, რომ მართლა მსხუდავდნენ, მართლა ჩაგრავდნენ, ან მართლა ზოგჯერ ვირივითაც მამუშავებდნენ, სატურნი ეს არის, ახლა მაგალითად მესამე სახლში ხშირად არის, რომ დაძმა მე გავზარდე ისტორია არის, მთვარე სატურნის შემთხვევაში ეს არის, რომ მე დედიკო ვიყავი, როცა პატარა ვიყავი, და ან დასურზრდიდი, ან ძმას ურზდიდი, ან კლასში ყველას მე ვეხმარებოდი, რაღაც ეგეთი ისტორია შეიძლება იყოს, ანუ შეიძლება ეს რეალური ისტორია იყოს, შეიძლება ფონი რა იყო ოჯახში, რომელიც მე სატურნის სახით ავისრუტე. ეს ფსიქოლოგიური ასტროლოგიიდან, კარმული ასტროლოგიიდან ეს არის, რომ მე სადღაც ეგო გამეზარდა ძალიან და ეგო როგორ იცით, რომ ცხოვრება რო იცვლება, ჩემ ფსიქიკა უკვე ამისთვის ზად არ არის. ანუ მე თუ ან თანამდებობა მაქვს, ან პასუხისგებლობა მაქვს, არ შეიძლება რომ შევცდე. ანუ ეს არის სადღაც შეუცდომლობისკენ სწრაფვა და შიში შეცდომების შესაბამისად, ხო? პირდაპირ როკაში როცა არის აქტიური სატურნი, ეს არის ადამიანი, რომელსაც ეშინია შეცდომის დაშვების. ეშინია სირცხვილის, ანუ ანალურ ფაზაში გადავდივართ ფროიდისეულად ავტომატურად, როცა სატურნზე ვსაუბრობთ. შესაბამისად სატურნის პერიოდებში და სხვათა შორის ახლა ისე 22 ივნის ვაპირებ ჯგუფური ტრენინგის გაკეთებას, ზუსტად სატურნის ახლა ვაკეთებ ხოლმე ამას სადესაწის პერიოდი, ვისაც აქვს მაგალითად გაცნობიერება რა არის სატურნი, რა სითხოს, რატომ აქვს მე კრიზისი, რატომ აქვს პრობლემები, ან მეწყება სატურნის პერიოდი და როგორ შევხვდე ამ ყველაფერს. ძალიან ბევრი წელი მუშაობდი სადესაწის გაცნობიერებაზე და ვიცი ეს კარგად რა ბაზა არის და პირად რუკაში ჩანს ხოლმე რა არის გასაშვები, რაზე არის რომ ეს სადესაწის პერიოდი ბევრად უფრო უმტკინველოდ გავიაროთ, მაგალითად, ვისაც გექნებათ ინტერესი, ხა ივენთზე შეგიძლიათ ივენთი ნახოთ Facebook-ზე და დაგვემატოთ, ბევრი ხალხი არ არის ხოლმე ჩემ ჯგუფურ ტრენინგებზე, სპეციალურად 6-7 კაცზე მეტი არ არის ხოლმე ჯგუფურ ტრენინგებში.
და მონაწილეთა პირადი რუკებით გავდივარ, ნახე როგორც კი რუკას ხედავ, ვიცი უკვე რა იქნება იქ სადესაც ის პერიოდში, რა კრიზისები შეიძლება გამოიეროს ადამიანმა და ვისაც ეს ფაზა აქვს, ან სატურნის დაბრუნება აქვს, ან სადესაც ის პერიოდი აქვს და გაინტერესებთ ჯგუფურ ტრენინგზე და რატო აქვს ჯგუფური მნიშვნელოვანი, ერთმანეთში ეს გაცნობიერებები ფაქტობრივად ერთი ადამიანი თუ ლაპარაკობს, მე ჩემში მიდის მთელი ფსიქოთერაპიული პროცესი მაშინ. ძალიან ბევრ რაღაცას ხვდები მან, ხო და ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით ხოლმე გაცნობიერებებში და აქ ველი ყალიბდება ესეთი უკვე ძალიან ახლო, ძალიან მეგობრული და ძალიან თერაპიული და ვისაც გააქვთ სურვილი, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ, მოგწეროთ. და თვითონ სატურნზე სამუშაო არის, იმიტომ რომ რა არის ადესაწი ან რა არის სატურნის დაბრუნება, ხომ? ეს პერიოდები არის, როდესაც სამყარო გვამოწმებს და სატურნის ფუნქცია არის, რომ ჩვენ გადავრჩეთ ნებისმიერ გარემოებაში, ნებისმიერ რეალობაში. და როდესაც კრიზისები და პრობლემები გვექმნება, სამყარო შანსს გვაძლევს, აბა შევამოწმოთ ჩვენი მდგრადობა, ეს სატურნული ენერგია არის, მდგრადობა, სიმყარე. რამდენად შეგვიძლია ჩვენ გავუმკლავდეთ ცხოვრების სირთულეებს, რამდენად შეგვიძლია არ დავიშალოთ ფსიქოლოგიურად მაგალითად, იმიტომ რომ სატურნის ფუნქცია ეგ არის, რომ ჩვენ ყველა სიტუაციაში უნდა გადავრჩეთ, ხო? ანუ გადარჩენის ინსტინქტი არ ფორმაში არსებობის ინსტინქტი, ოღონდ ეს არსებობა რო ვიდოთ არა, თან რო ვითარდებოდეს, სრულფასოვანი გადარჩენა, ეს არის სატურნის ფუნქცია. და ჩვენ თუ არ მივდივართ სწორი მიმართულებით, როგორც წესი, სადესაც ის პერიოდი ან ზოგადად რთული სატურნი რუკაში სანამ არ დაგვარტყამს, იქამდე ჩვენ ვერ ხვდებით ხოლმე, როგორც წესი და ფუნქცია ზუსტად ამისი ეს არის, ჩვენ გადარჩენა ვისწავლოთ. ოღონდ ეს გადარჩენა, მაგალითად, დედა რო არ აყავს, მამა რო არ აყავს, უპატრონო რო ხარ, რამდენად შეგიძლია ამ რეალობაში დაიმკვიდრო თავი? რამდენად შეგიძლია შენი ცხოვრება შექმნა? აი, შეიძლება ამ დონეზეც იმუშაო სატურნმა, რომ გაგვწვრთნას. იქნება რაღაც კრიზისები, პარტნიორულ ურთიერთობებში დიდი კრიზისი მაქვს. აი, სამყაროში ყველაფერი ხდება. ხარ შემზად, რომ ეს გადალახო ეს კრიზისები? თუ ზედმეტად აი მაგალითად ჯუნგლების კანონებში ცხოველთა განვითარებაში რომ ვნახოთ, ხო სუსტი იღუპება. მაგალითად, ხო ძლიერი უფრო გადარჩება. აი, სატურნისთვის არის ეს ფუნქცია მნიშვნელოვანი. ჩვენ რამდენად შეგვიძლია გადავრჩეთ მაქვს მაგალითად ქორწინებაში პრობლემა და მე დავინგრიე და მორჩა ხდება ხოლმე. აბა რამდენად მე შემიძლია გადავრჩე ამ სიტუაციაში, რამდენად შემიძლია დავდგე ფეხზე ისევ და დავბრუნდე უკვე აბსოლუტურად სხვანაირად გადავლახო ეს, ხო? ესე იგი სატურნი ამოწმებს ჩვენ ფსიქოემოციურ მდგრადობასაც და რამდენადაც სატურნის პერიოდებში ჩვენ ან ვუსმენთ ამ მესიჯებს, ან არ უსმენთ, ისეც მიდის ჩვენი ცხოვრება გარკვეულწილად და სატურნზე არის ძალიან მნიშვნელოვანი აი ამ დანაშაულის შეგრძნებაზე, ამ სირცხვილზე მუშაობა, შინაგანი აი თავშეკავებაზე მუშაობა, ძალიან მნიშვნელოვანი. და გააჩნია იქ სატურნის სად არის ხა, როცა არის მთვარესთან და ვენერასთან, როგორც წესი ეს ფსიქოლოგიური მოდელებით, ეს არის ორალური ფიქსაცია, ხო, გარკვეულწილად, რომ მე სადღაც საკვები არ მქონდა, მე სადღაც დედა არ მყავდა, ხო, ახლოს, ანუ ის ემოციური მიჯაჭვულობა არ განვითარდა ჩემთან, ხო? და შეიძლება კონდეს ეს რომ აი ყველაფერი მაქვს, ეს სატურნი ვენერას შემთხვევაში ყველაფერი მაქვს და ვერ ვტკბები. და როცა მინდოდა მაშინ არ მქონდა და ეხა აღარ მინდა. აი სატურნმა იცის აი ესეთი სევდა შინაგანი, ხო, პესიმისტური, რაღაც გაციებული, დეპრესიული მდგომარეობა იცის სატურნმა, ხო, შინაგანი და მნიშვნელოვანი არის გავაცნობიეროთ ეს მდგომარეობები, მნიშვნელოვანი არის რას გვასწავლის სატურნი ამ შემთხვევაში, რისი დაკარგვა უნდა ვისწავლოთ და მყარად დგომა ამის მიუხედავად და რომ აი ამ სირცხვილთან მუშაობას რამდენად შეგვიძლია, ეს ჩვენი ეგო რამდენად მოქნილია, რამდენად შეუძლია ამ ჩვენს ეგოს სხვადასხვა სიტუაციებში იცვალოს
მაგალითად ფორმა, იცვალოს მენტალობა, იცვალოს რაღაც შეხედულებები, იმდენად ჩვენ შეგვიძლია უკვე გარემოსთან ადაპტირება და გადარჩენა შემდგომ, ხო? აი ეს არის აქ მთავარი პროცესი ხოლმე და ახლა პირად რუკაში როცა მოდიან ჩემთან და სატურნს რო უყურებ ხოლმე, თუ არის აქტიური სატურნი, ვიწყებთ ამ კომბინაციაზე მუშაობას მე. გაცნობიერება არის მნიშვნელოვანი ამ სატურნული ენერგიის, რომელ ნიშანში ყავს. მაგალითად ახლა ვერტში რო გადავიდა სატურნი, მე კი გადმოვა უკან. რა არის ახლა სატურნის ვერძის მთავარი პრობლემა, ხო? რომ აქ შეიძლება შიში იყოს შეცდომის დაშვების, ოღონდ პერსონალურად ვერძი მე ენერგია არის, ეს არის დრაივი, ოპტიმიზმი, ეს არის სიჩქარე და სატურნი არის სინელე. აქ ცოტა დისონანსი მოდის, ხო? და ერთი დამავიწყდა იმაზე რომ გადავედი, როცა პირად ურთიერთობებზე ვლაპარაკობთ, ხო? დამეკარგა მაშინ აზრი. სატურნი, მე თუ სატურნიანელი ვარ, უნდა მივიზიდო ურანელი მაგალითად, ხო? ან ნეპტუნიანელი უნდა მივიზიდო. მე თუ ურანელი ვარ, სატურნიანელი მჭირდება. მე თუ სატურნი მყავს ასპექტირებული, მაგრამ საერთოდ არ ვიყენებ ამ სატურნის ენერგიას, ანუ მაგალითად გავრბივარ პასუხისგებლობებისგან, მოვიზიდავ სატურნიანელს, რომელიც მაიძულებს, ანუ ის თავის პროექციას გააკეთებს გარკვეულწილად, ხო? და მე მოვიზიდავ სატურნიანელს, რომელიც მე მაიძულებს, ის გავაკეთო, რაც მე მინდა რომ გავაკეთო, მაგრამ არ ვაკეთებ, ხო? პირადი ურთიერთობები ესეთ მეორე ნახევრებზე დგება, როგორც წესი საერთოდ ეს ენერგიები თან ეხლა სატურნიანელი და ურანელი ერთად ეს არ არის მაინც ჰარმონიული ურთიერთობა, რაც არ უნდა იქ საჭიროებიდან გამომდინარე ურთიერთობა იყოს, ეს ჰარმონიულობას აქ ვერ ვიტყვით, ხო? იმიტომ რომ რადიკალურად განსხვავებული ენერგიებია ესენი. მაგრამ ეს არის სიგნალები, რომ სადღაც მე მჭირდება, ან თუ სატურნიანელი ვარ და ურანელი მივიზიდე, მე მჭირდება თავისუფლება, მე მჭირდება ცოტა ქაოსი, ცოტა უდისციპლინირობა, ხო? მაგრამ ქაოსიანს ჭირდება ისეთი ვიღაცა, ვინც დაულაგებს, მოუწესრიგებს რაღაცებს, ვინც პასუხისგებლობას აიღებს რაღაცეებზე და მე ვიქნები ასეთივე თავისუფალი. ხო? გარკვეულწილად ესეც არ დათმობს სატურნიანელი ამ თავის დისციპლინას, ხო? და ისიც არ დათმობს თავის თავისუფლებას. ესეთი ურთიერთობა მერე კრიზისში და ტოქსიკურობაში გადადის. როგორც წესი, ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთმანეთისგან რაღაცები სწავლონ, დააბალანსონ სატურნიანელი ცოტა მოეშვას, ურანელი ცოტა პასუხისგებლობიანი გახდეს და აქედან ხდება გარკვეულწილად დაბალანსება ურთიერთობის. თუ ეს არ ხდება ხოლმე, მერე უკვე გადადის ძალიან ისეთ ტოქსიკურ ურთიერთობებში, ხო? აი ესეთი კომბინაციები პირად ურთიერთობაში როგორც წესი მეორე ნახევარი ყოველთვის ჩვენი უკიდურესი მეორე მხარე არის, რომელიც მერე პრობლემებს იწვევს, ან წყენას იწვევს, ან პირიქით კარგი სამუშაო არის, რომ ჩვენ ვეცადოთ დავაბალანსოთ ის ჩემი მხარე, რაც მე მაკლია, რაღაც კუთხით გამოვიმუშაო ნენელა ამ პირად ურთიერთობაში და თუ მე არაფერს არ ვაკეთებ ამ პირად ურთიერთობაში, მე ისე ვისვარ, რაც ვიყავი, მე მეორე ნახევრით ვცდილობ ისევ სულ შევივსო მუდმივად, როგორც ფონი, მაგალითად, დასაყრდენი მყავდეს, მაგრამ მე არაფერი არ განვივითარო, როგორც წესი ესეთი ურთიერთობები მე ან იშლება, ან ტოქსიკურობაში გადადის და ასე შემდეგ, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მგონია, გასაგები იყო კიდევ ერთხელ თქვენთვის სატურნის ვიდეო, ოღონდ უფრო სატურნზე ვიდეო, ოღონდ უფრო ფსიქოლოგიურად ამის ნახვა, იმიტომ რომ პრაქტიკულ ასტროლოგიაში ცოტა სირთულეები მოაქვს, შეზღუდვები მოაქვს, სიმკაცრეები მოაქვს, ფსიქოლოგიაში ჯერ იწყება. ფსიქოლოგიურ შეზღუდვებში, რომელიც მე რეალობაში გადადის ხოლმე და რეალობაში ვხედავთ მე ამ ყველაფერს, ხო და რუკაში ჩვენ თუ ამას ხედავს ფსიქოლოგს, ჯერ ფსიქოსომატურად შეგვიძლია ამაზე ვიმუშაოთ, რომ მე ეს არ გადავიდეს გარემოზე, ბედზე არ გადავიდეს, ხო ეს არის მნიშვნელოვანი. მოკლედ წარმატებებს გისურვებთ, მეგობრებო, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარები, რა გაინტერესებთ, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ და შეხვედრამდე მაშინ.